200 კაცი სად დავაჯინო. დასხდნენ აივანზე რა ვქნა ახლა. დავიტანჯე რა, დავიტანჯე ამ სუბტიტრებიანი ფილმებით რა. ნიკა სად არის? რა იყო? რა იყო და ხმამაღლა ვაკითხებ ხოლმე ამ სუბტიტრებს და მე კიდე წყნარად უყურებ მე უკვე ფილმს რა. სად არის? მამამის ყავს საყვანელი, დაურეკე უკვე გზაში არიან, მოდიან. რა იყო თეკლა? მამაში შელაპარაკე? არა, გუგას მოთხრობა წავიკითხე და შემეცოდა. შენ შეგეცოდა ხო? ხო ვამბობ რა, არ არის ახლა გუგას საქმე ამ მოთხრობების წერა რა. არა, გუგა კი არა, დიდუბელი სოსო შემეცოდა. რასლა მოიცა. მომისმინე ხა შენ ამბობ რომ დიდუბელი სოსო შეგეწოდა და მაგიდოტერი? ხო. ეხვეწები მითხარი რა მომენტზე აგეტი რა. აი რომ გაუჭირდება და სარკეებს რომ იპარავს. ეგ ხო ყველაზე სასაცილო მომენტია მაგ მოთხრობაში. კარგი რა ლაშა, რა სასაცილო. რა? მაჩვენეთ. ჩადე? კაი. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ოპელ და კარგი რა ლაშა, რანაირად კითხულობ მაჩვენე? აი მოусმინე. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა. ოპელ ელენე, მიდიაბე წაიკითხე. უფულოდ დარჩენილი სოსო ოპელ დადიოდა და სარკეებს იპარავდა, ხო რა მერე? კითხულობ. გამანებეთ თავი ამის ნერვები არ მაქვს მე. ისე მე ხო გახსოვს ელენე, ხო ალდილით ადრე უნდა გამაღვიძო. ხოლმე გავდივარ სამსახურში. მორჩა ჩემი შვებულება და დაი დავწვევი ხო? ხო, კარგი. ელენე, ეს შვებულებაში იყო? კი. აბა მე უსაქმოს რატო ვეძახდი? ჩვენც მოვედით. ზურა! როგორ ხარ? საყარელო რაშობი, როგორ ხარ? ამდენი ხანი არ ვნახე ხარ, რაღაცა მოგიმატია ცოტა, შემოდი. ხო. როგორ ბრძანდებით ვაჟბატონო? ნიკა, აბა როგორ გაერთე? კარგად, ბომბორაში ვიყავით. ეშმაკის ბორბალზეც ვისხედით. ვა, ეშმაკის ბორბალზეც ვიყავით? რა მაგარია! არც მე წავალ. აუ, გიხვეწები, არ წახვიდე რა ცოტა ხანი იყავი. დარჩი. აი, კარგად, ნახავდეს. ნიკა არ გშია? არა, ბებიასთან და ბაბუასთან რო ვიყავი, გუფთავჭამ. მართლა? და რაო ბებიამ და ბაბუამ? რაო და აქ რასაც ვილაპარაკებ, დედა შენთან არ მოგვა. აი, მამამისი, ხომ გეუბნებოდი არა, მამამისი. არა, გოგი, არა. იაჰუ, ორიო. ო. გადმოგიგზავნე მე მეილზე, ხო?
ბაბუ აი სამალი გამომართვი და დალიე. ძალიან კარგად ავარატო დავლიო. ბაბუ დამიჯერე ეს სამალი გამომართვი და დალიე, დაგჭირდება დამიჯერე. ბაბუ მაცივარი გაფუჭდა. რა დაემართა რა მოუვიდა? არ ვიცი ბაბუ, რა ვიცი, ერთი აზაგზაგა და გაჩერდა მე, არ ვიცი, აბა. ისე კარგია საწყამა ბევრი კი არ იწვალა, ჰა? ეს რა წამალი დამალევინე? რა ვიცი, რაც ვიპოვეს დაგალევინე, მე რა ვიცი რა დაგალევინე. რობის დროა, წავიდე ვნახო მე თვითონ. ნახო რა, ეხლა შენ გააცოცხლებ თუ რა, ვერ გავიგე. ხა, მიდი ნახე, ხა. ვა, უგა მოხვედი? აი, იგე შენ ჩვენი მაცივრის ამბავი რო გაფუჭდა. ოუ, რა მაგარია. კარგი, გეხვეწები, ეხლა არ დაიწყო რა მაგარია, დიდუბელ სოსოს მაცივარი გაუფუჭდა და რაღაცეები. გეხვეწები რა. იცი რა მაგრა ვაცოცხლე დიდუბელი სოსო? ას გაცოცხლდა, მართლა, აბა. ხო. თეთრი გვირაბის ბოლოს წითელი მანქანის სილუეტი გამოჩნდა და რამდენიმე წამში მის წინ ახალთახალი ფერარი გაჩერდა. რას? ეხლა ნახე. ფერარიდან ჩოხიანი მამაკაცი გადმოვიდა და დიდუბელ სოსოს თავზე ხელი გადაუსვა. ეხლა ნახე. ეხლა ნახე. სოსომ თვალები გაახილა. როგორია? ხო, გუგა რა არის, არ ვიცი, ხა ამ ფერარისთვის არის ძალიან ადრე, ან ჩოხისთვის ძალიან გვიანი, არ ვიცი. მართლა გაფუჭებულა ახლა მართლა რა გატყუებდი აბა რა არა საჭმელს ხوار გავაფუჭებთ არა მოდი წამოდი არა ვისაუზმე მე უკვე აგერ ჭადრაკს ჩაუჯდები არ გინდა კარგი ხო ბაბუ ხო ისა პროფესორს რო გავაკეთებინოთ ფიზიკოს მაცივარი არა ეს ელექტრო ჩაიდანი ხო მაგან გააკეთა არა რატო ის კი გააკეთა მაგრამ უთო არ გამოდგა არ მუშაობს. ხო, მართალია ხო, უთო აღარ მუშაობს, მაგრამ მაცივრი საგარანტიო ფურცელი გვაქვს, მივიტან და გაგვიკეთებენ. ან ახალს მოგცემენ. აი, კოტე ბაბუა, ეტლი ვითამაშე D3-ზე. ხო. ლაზიერი დადე F7-ზე. დადე? დადე. ფიშ. სახლში ხარ კოტე ბაბუ? მოვიდა გამოცხადდა. კი, ჩემი კოტე ბაბუ სახლშია და შენიც, რა? აი კოტე ბაბუ, თქვენ ვაშლის ჯამიანი კექსი გიყვართ, გამოაცხე და მოვიდა. უი, მე ქლიავის მიყვარს და ვაშლის გუგავს უყვარს. უი, როგორ შემეშალა. მიუტან ხო მაშინ მიუტან. აი, მართლა კი არ შემეშალა. აგერ. კი. შეხე, მოვიპარე. ეგ მოკლული ხო? უი, ეს მართლა შემეშალა. კოტე ბაბუ, აი ვითამაშე ლაზიერი F4-ზე. ახლა მხედარი ასწეზევით. წაგე. მიდი ახლა. წაგებული ჩამაბარე. წაგებული, ხო, მე უნდა გავიდე ახლა. სასწრაფოდ. გაგაცილებ? ხო. კაი. კოტე ბაბუ, წავედი მე. გოგამ გაგაცილებო, თორე დარჩევოდი ხოლმე. ნახვამდის ნუცა. ნახვამდის. ისე კოტე ბაბუ, მე მგონი ეს გუგა რაღაცა. ჰა. ხო. ნუცაც, ხო. კარგი გოგოა, კარგი. კიდევ ვერ მოუსწარი დილის ვარჯიშს. რანაირად მოუსწარ, ბედელენი მითხარი რა. შენ იყვიდებ 9 საათზე და დილის ვარჯიში მთავრდება 8 საათზე. ელენე, გაიგო ვითომ ჩემი იუმორი? მოჭადე. ახალი პერანგი რატომ არ გაცვია? არ ჩავეცვი, არ მინდა. რამდენი ხანია სამსახურში არ ყოფილა, ელენე და ხო იცი ახლა იმათი ამბავია რა, მივალ და დაიწყებე სადიყი და რამიეცი, სხვა ზომები არ იყო, სხვა ფერები არ იყო და არ მინდა რა. ელენე, აქ არის ვინმე? არა. თეკლა და ნიკუშა ზემოთ არიან. ალბათ პროფესორია. ნახე, ისე შევიდა არ შეგვაწუხა. უკაცრად. დღეს სკოლაში არ წავალ რა. წავალთ, მეც მოვდივარ შენთან ერთად. ჩუმად ჩამოდი, თეკლა არ გააღვიძო.
რა მაგარია ეხად მივდივარ კარგი რა მომეწონა რა შენ რატომ მიდიხარ სკოლაში? ამის დამერგებლის საქორწილო საჩუქარზე ვიკრიბებით მშობლები და თან გავიცნობთ ვინ არიან. ხედავ რა ფეხზე გადაიყვანე ნიკა ახალ სკოლაში, შევიდა თუ არა მაგის კლასში, ეგრევე თხოვდება. ხო, თან იმ დღევანდელზე ბოდიში უნდა მოუხადო, ისე გაიქცა ვერაფერი ვერ აუხსენდა. ისე რა უნდა აუხსნა დღეს არ ვიცი. კარგი ელენე, როგორ თუ რა უნდა აუხსნა? უნდა უთხრა რომ პირველი მამა იყო მეზობელი. ხო, პირველი დედა იყო შენი დაქალი. ხო. მეორე მამა იყო ბიძია და ნამდვილი დედა ხარ შენ. აი მე ვერაფერი ვერ გავიგე, ვერ დავიმახსოვრე. ვერ დაიმახსოვრე. ის ხო კარგად დაიმახსოვრე დედიკოს მეორე ქმართან უფროსი და მამიკოს მესამე ცოლთან. ალო. კი, დღეს გამოვდივარ სამსახურში. კი. ეს ვინ დადო ჩემს საწოლთან გული გამისკდა. აი მე ბოდიში თეკლა დამავიწყდა რომ გამეფრთხილებინე. ისე ვიგდადე რა გეხვეწები რა. ნიკა დაურეკე რეზოს, დედამისი ვერ მოდის და ფულის წამოღება არ დაავიწყდეს. მეც დაურეკავ სამსახურში მეთქვი რომ ცოტა ხანი დამაგვიანდება. ნუ ეხლა რა დავისვენე რა. არა, კარგად დავისვენე. კარგად. ავი დავდიოდით რა ბიჭები ეხლა ხან საფერზე დავდიოდით. კი, რა ვიშა. არა, ძირითადად პემზე რა, პემზე დავდიოდით. ჩვენთან როგორი რაღაცა იცი, დინარები ნაკლებად არის რა. ხო, და ამიტომ ტვაზე რა. მამა, მე აღარ დავბრუნდები. იცი რა, არა, წინაც არ გაფრთხილებ, მაინც ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც. კარგად ნახვამდის შევალ. კარგი, მაგრამ პროფესორია. თეკლა, ჩვენ წავედით, აბა შენიცი? ხო, წავედით. ხო, ის ნიკა, ჩანთა არ დაგჭეს, ნიკა. მიდი და წავიდე. დროზე, შეკავე ჩანთა, ეს გაისწო. ჯერ ზარი არ დამირეკავს და კაი რა. უკაცრავად. თქვენ აქ არ ხართ? არა მგონია. მე მგონი კარები ჩაიკეტა. ეს მაგრამ უნდა ჩამოქარჩოთ და გაიღება. მადლობა. მოგბრძანდით, კი ბატონო. მიბრძანდები? დიახ, მიბრძანდ. ხო, ღია მაინც და. ნახვამდის. თეკლა, აბა შენიცი. ნახვამდის. მელოდია თუ მოგწონთ არ უპასუხებ და არა ლაბორატორიიდან მირეკავენ უკაცრავად გისმენთ? ხო, აფეთქდა? მერე დადიანს რატო არ დაურეკეთ მე რომ მირეკავთ კაცო? ხო, კარგი, მაშინ თუ ასასწრაფო არის, შხაპს მივიღებ, ვისაუზმებ და ეხლავე გამოვა. უკაცრავად მაგვიანებთ უკვე. არა, დიახ, უკაცრავად. ეს დადიანი კაცია თუ ქალი? ბიჭი. ბიჭი თანაც დადიანი? თუ გაინტერესებთ, დღეს ბარში უნდა შევხვდე საღამოს და მობრძანდით გაგაცნობ. არა, ესე კი არა. შემთხვევით თუ მოვხვდები ბარში, შემთხვევით თუ შემოვალ, კი იყოს, დიდი მადლობა. მაგარია ფიზიკა. არის რა. მერე? მოკლედ გოგო, ამ ხალის სატანა მე მეტი აღარ შემიძლია რა. ამბოლო დროს მას მიკეთებს არ იცი. საძინებელში შემოდის დაკაკუნების გარეშე. მართლა? აი გათხოვდები და გაიგებ რა არის დედამთილი. აბა, როგორ ახარ გოგოებო? კარგად. შენ როგორ ახარ? კარგად. ვაიმე. როგორ ხარ? აბა რა შევით ხარ მოიწყრეთ თუ ჩემოთ? მოვიწყინეთ. კარგი. ხო, ეს არის შვებულებაში გავედიო, აღარავინ აღარ გვახსოვსო. ნუ ეხლა ეგრეც უნდა იტყვი. აი ხო და ეხლა დაჯექი. მოგვიყევ ყველაფერი. კარგი, ეხლა რა უნდა მოგიწევი? აი მაგალითად ელენე შეურიგდა ქმნა. ელენე კი არა, გუგამ რაქნა, გუგამ გაუბეჭდეს. კარგი, რა საბრალო? რა ინტერესებს და შენ რა
გავიგე, ვერ გავიგე. მე რაც ერთი წუთი მოგიყვებით. მოკლედ. მოგიყვებით ყველაფერს. მთელი დღეს კითხები რო არ იყოს, მოგიყვები და მოვრჩეთ, ხო? კი ბატონო. კი. ძალიან კარგი. ელენეზე მკითხეთ, ხო? ხო. ელენე არ შერიგები აქ მას. ხო გეუბნება. რას მეუბნებოდი? მე არ გეუბნებოდი. რას მეუბნებოდი? მე არ გეუბნებოდი. მე უგრძნობ რომ ნიკაზეც უნდა მკითხოთ. ხო და სანამ მკითხავთ მე გიპასუხებთ. ნიკა ისევ ახალ სკოლაში გადავიყვანეთ. რა თქმა უნდა. ხო. ფიზიკოსი ისევ ჩვენთან იღებს შხაპს. წარმოგიდგენია. მე მაგას ვერ ამბობ. ერთი წუთით. გუგაზე მკითხეთ, ხო? გუგა ამას საინტერესებს. ხო, კარგი. გუგას ისევ არ უბეჭდავენ იმ თხზულებას. და დიდუბელი სოსო. ხო, დიდუბელი სოსო. და სხვათა შორის გუგა ისევ მოსწონს მუცას. მაგაიგე. ხო რა იყო მე მოსწონდეს მე რა. და ის ბაბუა რა შვება ისე ველოდება იმ შვილიშვილს? ბაბუა ექს უდამავიწყდა. მოკლედ. ხო, ყველას ეგონა რომ ბაბუას არ ყავდა შვილიშვილი. ხო და ვფიქრობთ ყველა რომ არ ყავს ბაბუას ყო შვილიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გათენდა დილა მაინც ჩამითრიეს რა. რახლა? მუშაობს, ხელფასი აქვს? ხო, დაიწყო ეხლა ის. ნოტო რა დავიწყე? რაში გაინტერესებს? ერთი ნინო სად არის? ნინო სად არის? ნინო სურპრიზ გიკეთებს. მართლა? კი, მაღაზიაში ჩავიდა სანამ ლაშა მოვა, ტორტი უნდა ვიყიდო. სოფო. საგარანტიო სამსახური გისმენთ. ბიჭია 5-0. დიახ, სახელი და გვარი მითხარით. მატყუებ ხო? კარგით ბატონო რამას. საგარანტიო ფურცელი თუ გაქვს, მობრძანდი და პრობლემა არ იქნება. კარგით. ნინო! მოხვედი, როგორ ახარ ნინო? კარგად ლაშა, შენ როგორ ახარ? კარგად. ეს რა არის? სიურპრიზია. გამატარე ლაშა. მოდი. გუში მთელი ღამე ამ ტორტს ვაცხობდი. ხედავ როგორ უყარხარ გუში მთელი ღამე ამ ტორტს აცხობდა. არა და ხო შეეძლო მაღაზიაში წასულიყო და ეყიდა. ისე მიხაროდა ლაშა რომ უნდა მოსულიყო. მაინც ოთახში კაცი რომ არის, ხომ იცი იმედიანად ხარ? ნინო. ხა. ბუხალტერიაში ხო არ გაგვეტანა? რას ლაპარაკობ? იმ დღეს ეკლერი ჰქონდათ. ხო და? ცხაჯერ ავიარე, ჩავიარე და ერთხელ არ შემომთავაზეს. გამომიწიეს სასწავლით. ეს შეიძლება ავიღო? კი. შენ ქალბატონო დიეტაზე არ უნდა ყოფილიყავი? დღეს არა უშავს. ხვალიდან უეჭველი დიეტაზე ვჯდები. მართლა ლაშა, ზიას ამბავი გაიგე? არა. გინდა მოგიყვე? არა. ესე იგი ეს ჩვენი მზია არ მაინტერესებს. რო ამბობდა ვთხოვდებიო. არ მაინტერესებს. ამას თურმე ცოლი ყოლია და არ იცი მე რა თქმა არ გამაგიჟა. ხო, ეს საუფო ფინალს მე მოვუყვები გეხვეწები და. ლაშა, ხო და ეს ცოლი ვისულ ამ ქალბატონთან და ითმებით უთხრებია. ამ ქალის კიბლი ესმოდა მთელს კორპუსს. მთელ კორპუსს? ჩემ კორპუსში როგორც ისმის ხოლმე იმის სიცილი. რა? ვისი სიცილი? ლაშა ხო, კარგი. აბა, ხო გახსოვს, აბა რაც დაგარიგე. კი, მახსოვს. უნდა უთხრა რომ შეკეთება არ გვინდა და გამოგვიცვალონ. და საგარანტიო ვადა გაგვიხანგძლივონ. და გოგოები უნდა შევარჩიო საცოლეთვა. რა გაბრაზებს? რა მოგივიდა? რატო ბრაზო? ბაბუ, არ ბრაზო, ბაბუ, უბრალოდ იქ რომ მივალ, ხომ უნდა ვიჩხუბო, არა? ამხელა მოხუცმა კაცმა დარეკა და ეუბნება ცუდად რომ ვერ მოვდივარ, არ შემიძლია თუ არ მობრძანდებით ვერაფერს ვერ შენ არ დარეკე? ხო, მაგრამ მოხუცისმა ხომ მივიღე მე. რა მნიშვნელობა აქვს? ხო და ახლა რომ მიხვალ არ ეჩხუბო, ახლა რა იცი ვინ არის? რას ლაპარაკობ? რას ქვია არ ვიჩხუბო?
თუ გადამეკეტა მე ხო იცი შენ? მოიცა იმას რომ გადაეკეტოს მე? იმას რომ გადაეკეტოს? ისა ბაბუ დღეს ორშაბათია და იმუშავე ვერ ვითომ წავიდე? ხებიან? ხო, კარგი წავალ მაშინ. მოიცა არა, ლიფტით არ წაყვიდე, არ გაიჭედო ბაბუ, არა. კიბეებზე ჩადი, რაიცი რა ხდება. მე კარგი ბაბუ, ხო კიბეებით ჩავალ, ხო, კარგი. არაფერი ბაბუ, ძალიან ავტკენია არა. გამარჯობა თუმცა. გამარჯობა, კატა ბაბუ. გუგა არ არის საჩი ჩემთან არ არის და არ ვიცი სად არის. არა, რაც მაინტერესებდა, სულ სხვა რაღაც უნდა გკითხოთ. ტელეფონი რატო აქვს ხო არ იცით გამართული? არ ვიცი ბაბუ, არ ვიცი. ზარი დარეკე იქნებ საჩია და არ ესმის. ერთი წუთი. არა არის. რა არის იცით? შიგნიდანაც აქვს კარი დაკეტილი, მაშინ კრილანები მარჯვნივ არის გადატრიალებული და გარედან კიდე მარცხნივ და ეხა მარცხნივ არის. მარცხნივ თვა წავედი მე მარჯვნივ. ერთი წუთი. გამარჯობა. თეკლა. რა შვები? ლიფტს ველოდები. სად მიდიხარ? ბარში. ბარში? შეხვედრა მაქვს. შეხვედრა? ბიჭს უნდა შეხვდე? ნუ დავუშვათ. დავუშვათ და ბიჭს უნდა შეხვდე. ესე იგი ბიჭს რა მაგარია. იცი, მე და გუგაც ესე მთელი დღე საირნავდით. დღეს ვიცი რა მაგარი იყო. არა, ცოტა კი დავიღალე, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო. რაღაც კარგად ვისეირნეთ. წახვედი? კარგად. დია. საერთოდ რო ისოდეთ ხო ვიღაცები არ გეგონოთ მე თქვენ რა. იცით ვინ ვარ საერთოდ? ამ შემომხედები, იცნობთ ვინ ვარ საერთოდ, ჰა? მე ზევითაც ყავს ხალხი რო იცოდე და ქვევითაც ყავს ხალხი. უკაცრავად რა გნებავთ? არაფერი არა, ცოტა დაძაბული ვარ და ვერ მოვზომე რა, ბოდიში არა უშავს რა მოხდება. სოფორ 0 გისმენთ რით შემიძლია გემსახუროთ? დაგეხმაროთ. ესე იგი, რით დაგეხმარო მითხარი, გაფუჭდა ეს მაცივარი. არაფერი ისე ექსპერტად ლექსები მიყვარს, საერთოდ თხზავ ხოლმე მე წერ ლექსებს თხზავ, კი. უკაცრავად მაცივრის ყიდვა გინდათ? ყიდვა კი არ მინდა გენაცვალე, უკვე ვიყიდე და გაფუჭდა. დიახ, საწყალი ბაბუა ჩემი 90 წლის კაცი. მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოიდგინეთ, საჭმელი არ ქონდა და მაცივარი ქონდა. ეხლა კიდე საჭმელი და მაცივარი არა. რა არის, აბა? როგორია მაცივარი? ბატონო? როგორია მაცივარი? მაცივარი როგორია? ისა, დიდი. დიდი. ორკამერიანია? კი, ორ. საგარანტიო ფურცელი გაქვს? რას ქვია საგარანტიო ფურცელი მაქვს? აბა არა, მაქვს საგარანტიო ფურცელი არ მექნება? აბა არა არის, აბა არა მაქვს. რომელ რაიონში შეიძინეთ? საბუთალოზე და გეხოცებით ერთ-ერთმა მელაპარაკეთ, კისერი მეტკინა უკვე არ შემიძლია. საბუთალოზე თუ შეიძინეთ, გამოგიცვლით. არ არის პრობლემა. უბრალოდ საბურთალოს რაიონში ვინც მუშაობს, ის გასულია შესვენებაზე. სად არის, აქ უნდა იყოს, სად არის, აბა? უყურე ახლა, უყურე. აი რა, გამაგიჟით თქვენ. მე ესე იგი მე ნერვიულობ, ადამიანი ნერვიულობ და ის ვიღაცა ვაჟბატონი ვის აქ უნდა ბრძანდებოდეს, წასულა და ისვენებს. გასაგებია, ხო? დაურეკე ტელეფონის ნომერი მომეცი. მომეცი ტელეფონის ნომერი გეუბნი. ტელეფონის ნომერი მომეცი, როგორ გაიგე? იცით რა არის? არ ვიცი და ტელეფონის ნომერი არ გვაქვს და ვერ მოგცემთ ნომერს და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩემს ნომერს ჩაგაწერე. ისა არ მინდა კაცო თუ არ მაძლევ ტელეფონის ნომერს თვითონ დაურეკეთ მიდი ნინო გეხვეწები რა დაურეკე რა კარგით გადაურეკავ ხო მე ვარ არაფერი არ წამომიღო აქ კლიენტია მოსული და შენ გელოდება როგორია და კარგი გადასარევი ასეთი კლიენტი ჯერ არ მოსულა კი ახლოს დგას და მისმენს რაო
სამწუხარო დღეს ვერ მოვა, ხვალ მოგძანდით. გამაგიზებთ რამე თქვენ რა. გამაგიზებთ ამ უნამუსოს გამო აქ ვიღაცა უნდა იყოს ვაჟბატონი უნამუსო ვიღაცა უნდა შევაწუხო მოპირდაპირე მხარეს პატიოსანი კაცი მეზობელი. და ეს კიდე წასულე და ისვენებს გენაცვლე. იცი რას გეტყვით? აი ვაჟბატონს გადაეცი რომ მობრძანდება სამსახურში რომ მოვა და დავუნგრებ სახეს, გაიგე რა. და ეგრე გადაეცი, ხო? ისა რა მაინტერესებს? დიდი ხო არ არის ნავარჯიშები ხო არ არის დიდი? საშუალო სიმაღლის ჩაულებრივი ბიჭია. ჩაულებრივი ძალიან გაუცხარი გადაეცი დავუნგრებ სახეს და დავანტარებ ხიტის გადაეცი და ეგრე გადაეცი. ხო, სპორტსმენი ხო არ არის სპორტსმენი? არა. ხო, ძალიან კარგი, ხო. აი ეგრე გადაეცით, რაც გითხარით. დიახ. ბავშვები რო აიყოლია, მაგაზე აღარაფერს აღარ ვამბობ. მანდატურებიც აიყოლია, იმ დღეს ეკითხებოდა დრაკონს ხო თავზე უნდა დავახტერო, ვარსკვლავი ავიღო. ნიკა, აქ ცხენია. როგორ არა. და დადებითი საერთოდ არაფერი, სულ ეს არა, კი, როგორ არა, დადებითიც აქვს, მაგალითად, კოღო თუ გამოჩნდა კლასში, იმ წუთში ანადგურებს, აი ხა იქ სხვა კლასის ბავშვებიც უსო დაკაბენილები დადიან, მე ჩემ ბავშვებს ეგ პრობლემა ინამდვილად არ აქვს. ძალიან კარგი, თავარი ეგ არის. ხო, აი სა რაღაც მინდა რო გთხოვოთ, ცოტა კი მერიდება, მაგრამ გასაგებია, ბევრჯერ ვთქვამთ, კარგი იქნება თუ სხვა სკოლაში გადავიყავ. არა, მაგას არ გეუბნებით. ნიკა მითხრა თქვენი სამსახურის შესახებ. გისმენთ? მოკლედ, სულ ცოტა ხანში მაქვს ქორწილი და მინდა რომ ქორწილის დეტალები ან ორგანიზაცია თქვენს ფირმას დაუკვეთო. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია და ნიკა. იმას მეც მიხარია, ძალიან. უკაცრავად ის მივეკავს. უკაცრავად. აურა დროსტარიკა. უკაცრავად. ხო, კლასში ვარ. კი, არ არის პრობლემა. მინდი შემოდი. ეხლა. კარგია ხა. კარგი. მიდი, გელოდები. კაცრავად ის იყო. ხო. რა კარგია თქვენც რო აქ ხართ, ერთად შევათანხმებთ ქორწილის დეტალებს. შენს დაგიბარეს? ნიკა? სურა? თქვენ სურა? რა ხდება სურა? აი, ისა რა ქვია? გამაგებინეთ, თქვენ მეც ამიხსენით, რა საერთოა თქვენ შორის? ყველაფერს რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე, თუნდაც აი ეს. ეგა. ნიმალავდი? ყველაფერს აგიხსნი. მე გაიწია გახვალები. არაფრის ახსნა არ მაინტერესებს. აი, არაფრის. ბავშვებო, ქართული გვიცდება. აი პროფესორო, ეს იმ მაგიდიდან გამოგიგზავნეს. ყავა მომიტანეთ თუ შეიძლება. ყავა ისევ ისეთი როგორც ბოლოს დალიეთ? არა, გაზარდეთ კონცენტრაცია კიდევ 3.5-ჯერ. კიდევ გავზარდოთ და ეგ ორგანიზმზე როგორ იმოქმედებს? ნახოთ. ბატონო, ახლა მოვედი. თავზანდით. მადლობთ. ყავას ხომ არ ინებდე? დიახ, სიამოვნებით მადლობთ. აი მოაქვს და. მიართვით ხალბატონს თუ შეიძლება. დიდი მადლობა. პროფესორო, ახალი თანაშემწე გყავთ? არ არის ცუდი აზრი. რა ხდება? არაფერი.
მალე მოვა ის დადიანი. ფაქტიურად მოვიდა. ეს არის? ბატონო პროფესორი. უკაცრავად ეს ჩემი ადგილია. დაბრძანდით. მადლობა. აი ხომ ხედავთ, ავტოს არ მოსწონს თქვენნაირი გოგონები. ეს მე ვარ ცოდო, თორე აბა მამა ჩემს მივუყვანო, არ არის ღირსი რომ ყავდეს მე კარგი გვარი სიძე. ეს ჩემი ყავა უკაცრავად, დიდი მადლობა აღარ შეგაწყვეტ. ახანდეს. ლაბორატორიიდან დაგვიდედეს რომ მოვეგულო. გუგა. ნუცა გეხვეწები მაცადე. გუგა წავიკითხე შენი დიდუბელი სოსო და ძალიან მომეწონა. უი, თეკლა შეიძლება? მართლა წაიკითხე და მართლა მოგეწონა? ძალიან. იცი რა, თან ძალიან ბევრი საერთო ვიპოვეთ ჩემ და სოსოს შორის. სარკეებს იპარავდი. ჭრილებს იქნიტავ შენც. არა მეც ხომ სახლიდან წამოვედი და რაღაც ადგილები აი ძალიან მომეწონა. მართლა? აი მაგალითად კესოს რომ ეუბნება სოსო. მე არ მაინტერესებს შენი წარმომავლობა. არ მაინტერესებს შენი სახელი და გვარი. მე შენ მიყვარხარ. გამაგიჟებს რა ეს ხალხი რა აღარ შემიძლია რა ხალხო რა არის რა მომსახურებაა ვერ გავიგე რა გამარჯობა თეკლა უგა შენც რა ხდება კაცო ბაბუაჩემა ყოტე ბაბუ იქიდან მაცი ვარ უნდა გაფუჭდა გასაგებე მივედი და ვისაც ეს გარანტია ეხება ის ვაჟბატონი არ ბრძანდებოდა იქ ხალხო მე თქვენ გეკითხებით არ არის ღირსი ეხლა ის ვაჟბატონი რომ მივიდე და დავუნგრიო ერთი ცხვირპირი ერთი მაგრად გეკითხებით ხალხო არ არის ის რომ მიბეგოვო ერთი მაგრად არ არის გეკითხებით მე არის დაიყო რა გჭირს ლაშა არაფერი გისმენდი ისე უბრალოდ რა გჭირს ნუცა არაფერი გისმენდით მეც აუთო რა გჭირს პატარა სამოვდი, ვის უნდა მიუბეგო ცხვირპირიო? მინდა ის ვაჟბატონი, ვისაც ეს გარანტია ეხება. იქით რომ მიგბეგოს არ გეშინია? ისე ეს კი მართალია. აი გახსოვს დიდუბელი სოსოში, დიდუბელი სოსო და მალხაზი რო შეხტები. ბუგა, ერთი წუთი რა დროს დიდუბელი სოსო და მალხაზია კაცი განერვიულებული ვარ კაცო. რას ლაპარაკობ ლაშე რა, როგორ უნდა მომერიოს? მე ახლა ისეთი ანერვიულებული რომ მივალ იქ. თავში შავარტყავ იმაცი ვარს ალბათ. რა უნდა მომერიოს? აი მალხაზი რომ თავში სარკეებს გახსოვს რა მაგარია ეს შეხტები. ერთი წუთი რა ხალხო, რა სარკე რა მალხაზი რა დიდუბელი სოსო, ნუ გამაგიჟეთ კაცო ხალხო. კარგი რა, შენც კიდე რა დაგემართა რა. მაცივრი გულისთვის მეზობელს როგორ უნდა ეჭვო? რა მეზობელს? ნუ თბილისში ხო პატარაა და ყველა ერთმანეთის მეზობლები გამოდივარ. ხო, მართალია. და სხვათა შორის თეკლა მე ბუგას ქვედა მეზობელი ვარ. ხო, ვიცი. ხო. აუ, რა მაგარი იქნება წარმოიდგინე ეს ვისაც ეძებს რომ აღმოჩნდეს ლაშა. ბუგა უნდა გინდა ახლა ზეპირად ესე შენი რაღაც აზრების გამოთქმა შეხომ წერალი ხარ დაწერე და წაიკითხავს მკითხველი ხო და კიდე რა ხდებოდა არ გაინტერესებთ ახლა რომ მივედი იქ სამსახურში ხო და სუგოგოები იყვნენ სუგოგოები და ერთი მოვიდა სუქანი მოვიდა და მეუბნება გინდა ჩემი ტელეფონის ნომერი მოგცე ტელეფონის ნომერი რას მეუბნება წარმოიდგინე ეგ სუქანი არ გეტყო და მაგას გამختარი გეტყო და სოფო გვერდით კარებთან უჩერა იცი გამختარი გეტყო სოფო გვერდით კარებთან როზის ჰა მე რა ვიცი ხო რა ვიცი ხლა სოფო მოგცემდა გვერდით კარებთან როზისო მე გუგამ რო ხო თქვა რომ რა კარგი იქნებოდა ლაშაო და მიაყოლა რომ ეგ სუქანი არ იქნებოდა გვერდზე რო კარებთან სოფოზის ეგ იქნებოდა კი უკაცრავად ჩვენ გასვლა გვინდა და თუ შეიძლება მაშინ რო გთხოვთ რომ შევთანხმდით კი ბატონო ოდიში აბა კარგად ვიყავით კარგად დიახ ბატონო პროფესორი კარგად წავიდე დიდი მადლობა ერთი წუთით ბოდიში რა აგია ბადა შენ კიდე რა დაგემართა რა გაგიკეთებენ მაგმაცი ვარ საბა რას იზავ გამიკეთებენ კი არ გეუბნები მივალ და დავამტროლ ცხვირპირს გაგიკეთებენ მეთქი დავამტროლ ცხვირპირს მეთქი გეუბნები გაგიკეთებენ მაცი დავამტროლ ცხვირპირს მეთქი გეუბნები შენ ახლა ისე იზავ ხვალ საერთოდ არ მივალ სამსახურში რა მითხარი სად არ მიხვალ? არ მივალ სამსახურში. მე ვიყავი ის ვინც ვერ მივიდა და რატო ვერ მივედი, იცი? გითხრა, მომისმინე, რო წამოვედი.
თეკლას ველაპარაკებოდი შენზე. მართლა? კი, სულ შენზე ველაპარაკებოდი და იმდენი ველაპარაკე, რომ რა. შეუყვარდი. შეუყვარდი მართლა? კი. წავალ მე რაღაც გული მაქვს აჩქარებული. აი, ხო ხედავ, დაგინახა და გული აუჩქარა. მიდი, გააცი. გავაცილო.